მოგესალმებით, დღეს არის 20 მაისი, სამშაბათი, 14 საათი და ტრადიციულად უკვე გირჩი ტივიზე პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ პოდკასტს კულტურა ავტორიტარიზმის მიჯნაზე. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი არის ადამიანი, რომელსაც მე პირადად ვუწოდებ და ვფიქრობ, რომ სრულიად სამართლიანად და თანაც ეს ასე ვთქვათ, ეს სტატუსი მას დამსახურებული აქვს სრულად. ეს არის ადამიანი, რომელიც არის თანამედროვე დღევანდელი პროტესტის მემატიანე. როგორც აღმოჩნდა პროფესიით კინომცოდნე, დათო სიმონია, რომლის მოწვევაც მე ძალიან დიდი ხანია უკვე პოდკასტში მინდა. დათო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელსაც ვეთქვი, რომ ნამდვილად არ მეგონა, რომ კინომცოდნე იქნებოდი, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ამ წუთას უკვე საფუძვლიანია, რომ რაღაცა მხატვრულთან ახლოს იყავი და შემოქმედებით პროფესიასთან ახლოს იყავი, ეს საფუძვლიანი ეჭვი მქონდა და სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ არ შევწდი. დათო, რთული პერიოდი გვაქვს სახელმწიფოში, რთულია ეს პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს ჩვენ ვარსებობთ, ცხოვრობთ და დღეს ბევრს ვისაუბრებთ პროტესტზე. იმის მიუხედავად, რომ პოდკასტის მთავარი თემა არის კულტურა, რაღაცნაირად მე მიმაჩნია, რომ პროტესტი კულტურის ისეთივე ნაწილია და განსაკუთრებით ეს პროტესტი, რომელშიც ჩვენ უკვე წელიწადი, ორი წლის დაახლოებით 2 წელიწადია უკვე ვიმყოფებით, რომ ამ პროტესტმა თავისი შინაარსით, ფორმების მრავალფეროვნებით თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა ქართულ კულტურაში. დღეს არის პროტესტის 174 დღე. და 174 დღე არ არის ცოტა. და პირველი ესეთი კითხვა, საკმაოდ ესეთი დიდი და მძიმე კითხვა იქნება, რა გვაძლებინებს ამ ხნის განმავლობაში? ხო, გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და შენი გულუხვი შეფასებებისთვის, რასაც არის შურებ ხოლმე ჩემ სრულიად ობიექტური. მადლობა ძალიან დიდი. გაძლებას რაც ეხება, მე ვფიქრობ, რომ რადგან პროტესტში ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი არის ჩართული, ყველას აქვს თავისი მოტივატორი, ესე ვთქვათ, ზოგს რა აძლევინებს, ზოგს რა აძლევინებს. არიან ადამიანები, რომლებსაც ძალას აძლევს და გამძლეობას აძლევს ბრაზი და ეს ბრაზი ჩემი დაკვირვებით არ არის ხოლმე სტაბილური, დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, ხანდაღმავალი და მათი ძირითადი წყარო, ესე ვთქვათ, არის ქართული ოცნების ქმედებები და ის გეგმები და სიტყვები, რასაც როგორც პოზიციონირებენ ხოლმე რა ქართული ოცნების პოზიციონირება. არიან ადამიანები, რომლებსაც ძალას აძლევს სიყვარული და ზრუნვის ენერგია. ამათი ჩემი დაკვირვებით ამ ტიპის ადამიანების мотиваცია არაფერზე არ არის თითქოს დამოკიდებული და ძირითადად მიმართულია მოყვარეზე უფრო ვიდრე მტერზე და ამიტომ სულ ზრუნავენ პროტესტში რაღაც კონტრიბუციები შეაქვთ და ძირითადად ეგენი არიან ყველაზე სტაბილური ადამიანები, ესე ვთქვათ და კიდე არიან ადამიანები, რომლებსაც ძალას აძლევს შიში და მათზე საუბრისას მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანები მშიშრები არიან, თუმცა ეს ჯგუფი ყველაზე მძაფრად აღიქვამს იმ რეალობას, რაც ჩვენ გველოდება და მათთვის საკითხი ძალიან ეგზისტენციალურად ძალიან მძაფრად გაზარს, ამისად და სრულად არიან ჩართულები და მშიშრებს ვერ ვიტყოდი, პირიქით, რადგან ეშინიათ უფრო გააფრთხებით იბრძვიან და ძალიან თამამი და ესეთი ხალხი არის ჩემი დაკვირვებით და კიდე შეგვიძლია ესე ვთვალოთ უამრავი ჯგუფი და მათ мотиваციებზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს სამი ჯგუფია ჩემი დაკვირვებით ყველაზე ესეთი დიდი და რაც მათ აერთიანებს ჩემი აზრით არის იმ სახალხო შეთანხმების ის სახალხო შეთანხმება, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ უსაფრთხო სამართლიან გარემოში, რაც ქართულმა ოცნებამ როგორ ვთქვა, ანუ აღარ დაიცვა და ამიტომაც მიიღო აი ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანების პროტესტი. დათო, ძალიან საინტერესო და ისეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირებული მხარეები გამოიკვეთა, ხო, აი მოყვარე და მტერი. ბრაზი, რომელიც კი ბრაზის მახასიათებელი ალბათ მისი ფრაგმენტულობაა, შეიძლება რაღაცა მინელებული იყოს, როგორც არ ვიცი, ნაკვერჩხალი კოცონი და შეიძლება რაღაცა პატარა გარეგანმა ან შიდა იმპულსმა უცებ გამოიწვიოს ეს აღარლება.
მოყვარის და მტერის კონტექსტში და ბრაზის და სიყვარულის ენერგიის კონტექსტში. კი ახსენე, რომ უფრო ძლიერი და სტაბილურობის გარანტიის სიყვარულის და მოყვარის ემპათია არის. აი, რამდენად არის დღევანდელი საზოგადოება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის მატარებელია, ვთქვათ, და საკუთარი თავისუფლების და ინდივიდუალური თავისუფლების დაცვა მათში თითქოს არ არის ჩვევის დონეზე გამტკიცებული. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ის სიყვარულის იმპულსი, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში და არის თუ არა ეს საზოგადოება დღეს განსხვავებული იმისგან, თქვათ, ჩვენ ახლა რუსეთის მხრიდან რეპრესიები საქართველოს ისტორიაში ახალი არ არის და არც საზოგადოებისთვის. ბევრჯერ გამოვიარეთ, ხომ? და ამ რეპრესიებს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი საზოგადოება უპირისპირდებოდა. დღევანდელი საზოგადოება როგორია და რითი განსხვავდება ის? საბჭოთა საზოგადოებისგან შეიძლება. სხვა შორის ეს პროტესტი არ არის პირველი გრძელვადიანი პროტესტი, რომელსაც მე ვაკვირდები. შენ კი მემატიანეს მეძახი, მაგრამ ჩემთვის ეგ ძალიან ამბიციური სტატუსია და მე ჩემ თავს ვეძახ ხოლმე დამკვირვებელს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ცოტა შორიდან მოული ცხოვრების რაღაც ეტაპზე დავიწყე სიარული საქართველოს მასშტაბით და თითქმის მთელი საქართველო მოვლილი მაქვს და ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა იყო ხალხი. ლანდშაფტი და ხალხი. უფრო ხალხი და მე ბოლო წლების განმავლობაში სხვა რეგიონში დაიწყო ძლავრი საპროტესტო მოძრაობები და მეც გეთანხმები რომ პროტესტი არის კულტურის, ანუ აი ერის კულტურის საუკეთესო, ანუ აი კრიზისული მომენტია და როგორც ვიცით, კრიზისულ მომენტში ყოველთვის ის ვართ, რაც სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ და ამიტომ ჩემთვის იყო შესაძლებლობა დავკვირვებოდი ხალხს. და მან როცა ეგ დაკვირვება დავიწყე, მან დაღმოვაჩინე, რომ ყველა გრძელვადიან პროტესტს და მშვიდობიან პროტესტს, აი ეს გრძელვადიანი მშვიდობიანი არის საკვანძო სიტყვები, мотиваციად უდევს, ან ამ ტიპის პროტესტების მთავარი მამოძრავებელი ყოველთვის არის ზრუნვა და სიყვარული და ეს ბრაზის ენერგიაში და ეს ყველაფერი უფრო აქსესუარებია, რომლებიც აძლიერებს ამ ყველაფერს და აქვს თავისი მნიშვნელობა, არც ერთ მიმართულებას არ ვაკნინებ, თუმცა მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ეს სიყვარული, იმიტომ რომ სხვანაირად ვერც 160 რამდენი დღეა დღეს 174 დღე ვერ გაძლებ უბრალოდ გაბრაზებული შეუძლებელია ეს ადამიანის ფსიქიკა არ არის სამაგისოდ მოწყობილი ვერც შეშინებული ვერ გაძლებ და მე მგონია რომ ხალხმა ეგ ბრძოლის ეგ ინსტრუმენტი ასე ვთქვათ აღმოაჩინა რომ შეიძლება გიყვარდეს და ეგრე იბრძოდეს სიყვარული შეიძლება ზრუნავდე და წევდე წინააღმდეგობას იმიტომ რომ ეს ზრუნვა და სიყვარული ასოციაციურად ჩვენთან და ალბათ ყველგან უფრო სინაზესთან და სირბილესთან არის დაკავშირებული კულტურულად და სინამდვილეში ეგრეც არ არის იმიტომ რომ აი ყველა გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტი გვაჩვენებს, რომ ძალიან ტკიცე შეიძლება ასე ითქვას. ხო, კაი მიგნება არის. შეიძლება ეგრეც დაუძახოთ, ხო და აი იმ კომუნისტურ როგორ დავარქვათ იმ ხალხს საბჭოთა საზოგადოება. საზოგადოებაც ისეთი სიტყვა აქვს. სხვა შორის მე მინახავს აი საბჭოთა საზოგადოება შეცვლილი და გადასხვაფერებული აი ამ გრძელვადიან პროტესტებში, რეგიონებში და ძალიან სასიამოვნო არის ამის დაკვირვება. ხო ხალხმა საბჭოთა კავშირში მე არ მიცხოვრია მაგდენი წლის არ ვარ, მაგრამ როგორც გამიგია, მან დაიყო იმ შესაძლებლობა, რომ სიყვარულით გებრძოლა ან რამენაერად გებრძოლა და გებრძოლა და მე მგონი ეხლა აღმოაჩინა ხალხმა ეგ ყველაფერი და ეხლა ვიხსენებთ იმას რაც ჩემი აზრით 100 წლის წინ გაწყდა ზუსტად აი პირველი რესპუბლიკის ყველა ჩვენი ეპიზოდი კი ნუ ვინც ეხლა ოდნავ ისტორიით დაინტერესებულა მიხვდება ან მისთვის ძალიან ცხადია რომ 100 წლის წინ გაწყდა ჩვენთან რაღაცა და ეხლა რა პროცესებიც მიდის არის იმ 100 წლის წინადელი მემკვიდრეობის გახსენება და აი 90-იანებში დაიწყო პირველად ქაქუცას პორტრეტების დემონსტრაციებზე გამოჩვენება და მას მერე ეს პროცესი ნელ-ნელა და ეხლა ძალიან დაჩქარდა, იმიტომ რომ რუსეთმაც დააჩქარა ჩვენი ოკუპაციის პროცესი და ჩვენც დაჩქარებულად ვუხვედრებთ ამ
მახსოვრობის გამოგვიძებას ესე ვთქვათ, რაც ჩემთვის ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დეტალი აი ამ პროცესებში. დათო, ძალიან საინტერესო პასაჟი არის ეს, ზოგადად ადამიანის და ცალკეულად ინდივიდის და მეორე უკვე ზოგადად ჯამურად ხალხს, რასაც ვეძახით საზოგადოების და განვითარებაზე დაკვირვება. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია ნამდვილად და განსაკუთრებით, როდესაც საკუთარ თავსაც ამ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მოიაზრებთ და სრული თანაგანცდა გაქვს იმ განწყობების, რაც ხალხში არსებობს. ესეთი კითხვა მაქვს. თუ ეს საერთოდ შესაძლებელია და მე არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ ეს შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი, მაგრამ თუ დავუშვებთ რომ ეს შესაძლებელია, რამ შეიძლება გამოიწვიოს აი დღევანდელი საზოგადოების მხრიდან ბრძოლის შეწყვეტა? ხო, ეგეც ანუ აი რეპრესიების რა ხარისხი და რა მასშტაბი უნდა დაგვიპირისპირდეს. ხო, მაგაზე მე მგონი ყველას ნაფიქრი გვაქვს, ვინც წინააღმდეგობაში ვართ და მე მგონი მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია განსაზღვროთ გამარჯვებად. თუ მარცხზე უნდა ვისაუბროთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ გამარჯვებად რა მიგვაჩნია, იმიტომ რომ ეგეც ძალიან ამ საკითხთან დაკავშირებითაც ძალიან სხვადასხვანაირი მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, ზოგისთვის გამარჯვება მოიაზრება გამარჯვება დადგება მას შემდეგ, რაც კონკრეტული ოლიგარქი დაკარგავს ძალაუფლებას სახელმწიფო ინსტიტუციებზე. ზოგი მაგალითად საერთოდ თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გადაწყვეტს როგორც ამ პროტესტის ბედს, ისე საერთოდ საქართველოს ბედს ყველა ასპექტში. მაგრამ მე და სხვებსაც მიგვაჩნია, რომ გამარჯვება იქნება თუ საზოგადოება გაიზრდება იმდენად, რომ გასიგრძე განებული ექნება დემოკრატიის მნიშვნელობა და ეს მისთვის რაღაც ლამაზი დასავლური წარმოშობის სიტყვა არ იქნება, არამედ იქნება ბრძოლით მოპოვებული ისეთი გაგებული ტერმინი ინდივიდუალური თვითგანწირვით მოპოვებული და დამყარებული შრომი ინდივიდუალური შრომით მოპოვებული თუ საზოგადოება იქნება ეგეთი თუ იქნება მედეგი თამამი არ დაეზარება და მოერიდება წინააღმდეგობის გაწევა და მე ყველაზე მეტად ამ ტიპის გამარჯვებას გულშემატკივრობ. უფრო გრძელვადიანს. ამიტომაც გულშემატკივრობ გრძელვადიანს. კონტექსტში მნიშვნელოვანს. ნუ ზოგი მაგას კულტურულ რევოლუციასაც ეძახის, მაგრამ ეგ ძალიან ისეთი ტერმინია ამბიციური და არ ვიცი მაგის შესაძლებლობა საერთოდ ამ პირობებში რამდენად გვაქვს, მაგრამ მეტნაკლებად მაინც ეს კულტურული რევოლუცია ხდება ჩემი აზრით. შეიძლება საყოველთაო არ იყოს და რეგიონში ისეთ ინტენსივობით ეს არ ხდებოდეს როგორც ცენტრში, მაგრამ ნუ მე იმედი მაქვს რომ ესეც გავრცელების არეალიც რასაკვირველია გაფართოვდება როგორც კი. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის აი ეს კითხვა ვისთვის რა არის გამარჯვება და სად თუ გინდა დავასრულებ აი წაგება თვლი მე მგონია რომ წავაგებთ იმ შემთხვევაში თუ ამ წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანები ესე მხატვრულად რო ვთქვა ჩაქრებიან, დაითრგუნებიან, იმედს დაკარგავენ საკუთარ თავში და აი ეგ იქნება ჩემთვის წაგება, თორე სხვა ვერ წარმომიდგენია რამ შეიძლება წაგვაგებინოს. ანუ შენ ფიქრობ ძალიან სწორად და საკმაოდ რომანტიზებულადაც, რომ გრძელვადიანი პროტესტის და გრძელვადიანი გამარჯვების შედეგი იქნება საზოგადოება, რომელიც ამ პროცესში იკვეთება, ეხლა იწვრთობა და რაღაცა თავის სრულფასოვან სახის ძიებაშია ამ წუთას, მაგრამ ეს საზოგადოება თითქოს ერთი ხელის გაწვენაზე, იმიტომ რომ მეც მაქვს ეს განცდა, რომ კი დღევანდელი საზოგადოება არის გაცილებით უფრო ევროპული თავისი სოფლმხედველობით, საკუთარი ღირებულებებით, ვიდრე თუნდაც 30 წლის წინანდელი საზოგადოება. მე ცოტა სხვანაირად ვამბობ სხვათა შორის მაგას ეს ჩვენ გვეძახიან პროევროპულ აქციას, ხო? ან ესე პოზიციონირებს ხო, იმიტომ რომ ევროპასთან ასოცირდება ყველაფერი ნეგატიური ამ არალეგიტიმური ხელისუფლების. ეს აქცია არის ძალიან ქართული. მე რამდენადაც ვარ გარკვეული ამ ფოლკლორში და ეთნოგრაფიაში და ცოტა მუსიკაში და მხატვრობაში და ყველაფერში, ჩემთვის ამაზე ქართული მიშვიათად რომ რამე ვნახო, იმიტომ რომ აი ყველაზე მეტად
რაც არის საქართველოში, აი რეგიონებში გაბნეული, აი ეს მიყრუებულ ადგილებში, რასაც იპოვი, იმას პატარ-პატარა დოზებად პოულობ რუსთაველზე და ძალიან გულისამაჭუყებელია ეგ ჩემთვის. ამიტომ მე უფრო აი ყველა ნამდვილ ქართულ წინააღმდეგობას ვეძახი ამას და მე შეიძლება პროევროპული დავუძახო, იმიტომ რომ ეგეც მოიცავს ხო მაგ იმას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნა არის. ეს აუცილებლად უნდა გავშალოთ, იმიტომ რომ დაუგეგმავად მოვიდა ეს თემა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, თუმცა ასევე ებმის იმ კითხვას, რომლის დასმასაც ვაპირებდი პოდკასტის დასაწყისშივე, ინდივიდუალურობის მასშტაბი და ხარისხი ამ პროტესტში და აი, როდესაც ნამდვილ ქართულ ფესვებზე ვსაუბრობთ, ხო, ანუ ესეც ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა სიმბოლოთი, ატრიბუტიკით შეიძლება ამ საკუთარი თავისუფლებისაც და პლუს საქართველოსთან კუთვნილების და თვითიდენტიფიცირების ჩვენებაც. ანუ აი გავშალოთ ეს თემა. როგორ ხედავ ამ პროტესტს? ამ პროტესტის წმინდა ქართულობას? რაში ხედავ? იცი რა, საერთოდ რომ მისაუბრია აი ქართულობით დაინტერესებულ ადამიანებთან, აი რა არის ეს ქართველობა და რას გულისხმობს? ხო, ის რასაც გვართმევენ, ხო, რომ მილაპარაკი ადამიანებთან, ბევრ სხვადასხვანაირ ადამიანებთან, ამ ადამიანების უმრავლესობას უთქვამს, რომ ხო და რომ მიკითხავს, რომ აი რა არის შენთვის ისეთი ქართული, რომელიც სხვაგან შეიძლება არ განმეორდეს, აი ჩვენი ნოუ-ჰაუ რა არის და ძალიან ხშირად გამიგია მოსაზრება, რომ ეს არის მრავალხმიანობა მუსიკაში. ქართული პოლიფონია. ხო, ეს ესეთი კაფიო პასუხია, თითქოს დამკვიდრებული. კი, დამკვიდრებულიც არის და მე მგონი ბანალური, მაგრამ ჭეშმარიტი, ანუ მართალი პასუხია, იმიტომ რომ ხო, ანუ რომ გადახედო, ეხა მუსიკაში ვინც ერკვევა, ისინი უფრო მათ უფრო შეუულიათ ამ თემაზე ეს სიღრმისეულად საუბარი, მაგრამ აი ეს ზედაპირულად რომ მიმოვიხილოთ, ეს ქართული მუსიკა და მრავალხმიანობა მართლა არის მსოფლიო მასშტაბით რაღაც უნიკალური. არის კიდე რაღაც ერები, რომლებსაც გაქვთ, მაგრამ აი ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაქვს მაგაშიც და ეს პროტესტიც რო დააკვირდე, ძალიან შედგება ძალიან სხვადასხვანაირი ადამიანებისგან, რომლებიც შეიძლება საერთოდ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს იძახდნენ, სხვა იდეოლოგია ჰქონდეთ, ტემპერამენტი, საერთოდ მოლოდინიც კი სხვადასხვა ჰქონდეთ, როგორც აი მაგალითად ქართულ მუსიკებში არის, ხალხურ მუსიკებში, რომ ეს გუნდი რომ მღერის, შეიძლება ერთი საერთოდ სხვა ტექსტს ხვეროდეს, მეორე სხვა ტექსტს, მაგრამ საერთოდ ჯამში ეს იქნება ჰარმონიად, ხო, რასაც მრავალხმიანობა ქვია და ამ ნიშნით ყველაზე მეტად გავს ჩემთვის ეს პროტესტი ქართულ ხასიათს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არის პოლიფონიური და ეს პოლიფონიურობა თუ არ არის გააზრებული, ცოტა საშიშადად შეიძლება შიგნით პროცესში მყოფი ადამიანისთვის გამოიყურებოდეს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ვაიმე როგორი არაკოორდინირებულია და ვიღუპებით ახლა და ყველა თავისკენ მიერეკება სინამდვილეში. კარგი მომენტია ეს კოორდინირება. ანუ სინამდვილეში უნდა მიუშვა და როგორც მუსიკაში შეიძლება ბანს გაექცეს და რაღაცა შეეტყოს იქ ცოტა ულამაზობა იმ პროცესს, მაგრამ სწორდება ყველაფერი რა. აქ ჩვენ თუ თან ხვდებით იმაზე, რომ რაც ვთქვი უკვე, რომ გვინდა უსაფრთხო და სამართლიანი გარემო, მაგ შემთხვევაში და თუ ამ მიზნისკენ მივდივართ, მაშინ ეს მრავალხმიანობა და ეს ინდივიდუალიზმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეტაკება ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოდის, რაღაც ჰარმონიად იკვრება რა. ამიტომ ამით ყველაზე მეტად გავს ქართულობას და კიდე აი ეს ზრუნვის ენერგია არის ჩემთვის ძალიან ქართული. და აი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი პროტესტი გვახსოვს ჩვენ, რაც არის ყველაზე ჩემი ისეთი არგუმენტი რა რკინის, ასე ვთქვათ, რომ აი ჩვენ გარემოსთან, აი როცა გარემოზე ზრუნვას, როცა საარსებო გარემოზე ზრუნვას ეხება საქმე, შეგვიძლია აი უკანასკნელი ძალები მოვიკრიბოთ და ვიზრუნოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ავთენტური აი უნარი არის და ძალიან იმ კონტექსტშიც კი რომ შეიძლება ამ გარემოს გადარჩენის კონკრეტული ბენეფიტები ჩვენთვისაც არ იყოს ამ წუთას ხელმისაწვდომი, მაგრამ რაღაცას ვაკეთებთ ბონუსად, ხო, მომავალში, იმიტომ რომ რაღაცას ვინარჩუნებთ იმ კავშირს ჩვენს გარემოსთან და ბუნებრივია რა და ამ პროტესტში ამ ზრუნვას ძალიან დიდი როლი აქვს და მე მგონი სხვა ცენტრში დატრიალებული პროტესტებისგან ამით განსხვავდება, რომ აი ფოტოებსაც რო ადარებენ, აი ეს ნარჩენების რაოდენობა სხვა წლებში და ეხლა ისეთი მოვლილი არის გარემო იქ და
ყოველთვის არა, მაგალითად 17 მაისის იქითა საქართველოს პროტესტი თუ არ ვიცი რაღაც. ეგ ხო არ არის გულწრფელი და მაგიტომაც ალბათ რა თუ გულწრფელად არ ხარ ამ წინააღმდეგობაში ვერც და თუ არ გეხება ის რასაც ერთი შეხედვით ან იცავან რასაც ეხმაურებს. ანუ აი რაღაცა ვენახთან დამოკიდებულებასაც გავს რომ აი უზარმაზარი შრომა იყრება ამ ვენახის მოვლაში, გასვლაში, ამაში, იმაში და ბოლოს ეს ღვინო დაყენდება 100 წლის მერე რა, ძალიან დიდი ხანი ჭირდება და ეს გრძელვადიანი პროცესებისადმი გრძელვადიანი დამოკიდებულება ჩვენში არის რა. ამიტომ ხო რავი, ბევრი ალეგორია შემილია იმას ქნა რა. ძალიან კარგი ალეგორია იყო ეს ქართული პოლიფონიის კოორდინირებულობის და დაუგეგმავად მომივიდა ესეთი კითხვა თავში. აი, როდესაც საუბრობთ ამ კონკრეტული არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებაზე, ახალ არჩევნებზე, ახალი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ კოალიციურ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, დღეს პირველად დავინახე ესე მკაფიოდ, რომ კოალიციური მთავრობა თავისი შინაარსით არის ზუსტად იგივე, რაც პოლიფონიური მუსიკა. განსხვავებულთა, ოღონდ თანასწორთა ერთიანობა, რომელიც რაღაცა სასიამოვნო შედეგს, საბოლოო პროდუქტს შეიძლება ასე ითქვას, ჰარმონიულს ქმნის. შეგვიძლია ქართველებს გქონდეს კოალიციური მთავრობა, იმიტომ რომ ეს არ არის ის გამოცდილება, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი 100 წლის წინ მქონდა მაგალითად და ეხლა იცი რა, ეს პოლიფონიურობა ხო ზოგადად განვითარებულობის მაჩვენებელია, ესე ვთქვათ, ანუ რაც უფრო განვითარებულია ხალხი, მით უფრო შეიძლება პოლიფონიური იყოს არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ სხვა სახელოვნებო სფეროებში, ხო, ჭრელი, პოლიფონიური, ან ბევრშრიანი. ხო და მე კი არ მინდა ჩვენს პოლიტიკოსებს რაღაცა გულება თკინო, მაგრამ იცი რა მგონია და აი 100 წლის წინანდელ ამბებსაც რო ვაკვირდები, მანდაც ეგ იკვეთება, რომ ხალხი ცოტა სხვაგან არის. აი ეს ხაზი მინდა ძალიან. პოლიტიკოსები არიან ცოტა სხვაგან. აი მაგალითად 100 წლის პირველი რესპუბლიკის, აი იმდროინდელი ოკუპაციის დროს ესეთი რამე მოხდა, რაც მე ძალიან მძაფრად მახსოვს ყოველთვის, რომ ხალხმა დააორგანიზა ეს საყოველთაო აჯანყება სხვა რეგიონებში, იყო საყოველთაო მობილიზება, ქაქუცასთი და გენერლებით და მთელი ამბებით, მაგრამ პარტიები იმდენად დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთს, რომ ეს რაღაცა ელემენტარული კოორდინირება ვერ მოხდა და საბოლოო ჯამში არ გამოვიდა ეს აჯანყება, რომელიც რო გამოსულიყო, ხომ ერთმანეთის ახლა ჩვენ სად ვიქნებოდით, ანუ შეიძლება აბსოლუტურ სხვა ანუ ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ისტორიას თავისი შეცდომებიანად. ხო და მე მგონია, რომ აი პოლიტიკური სპექტრისთვისაც ეს არის შესაძლებლობა კულტურული რაღაც ტიპის კულტურული რევოლუციის, რომ ესენი მიხვდნენ ხალხისგან ისწავლონ პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ხალხში მართლა არის რაღაცა ის საბოლოო მიზანი, რომელსაც საზოგადოება დღეს იძახის, რომ ეს არის ჩვენი მიზანი, აი ეს გრძელვადიანი მიზანი, მათ შორის საზოგადოების განვითარებაც ხო ამასაც ხო რაღაცა კონკრეტული თავისი საბოლოო ასახვა უნდა ჰქონდეს და ეს ასახვა არის დემოკრატიული სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა და ასეთი სახელმწიფოს შექმნა ახლა, როდესაც ჩვენ ვართ ცოცხლები ამ ქვეყანაში და ამ მისიის, ასე ვთქვათ, შესრულება ამ ეპოქაში და არა გადავადება კიდე ვთქვათ ჩვენი შვილების თაობებისთვის გადაცემა ამ ჯერჯერობით ესეთი აუხდენელი და შეუსრულებელი მისიის. რა შეიძლება იყოს რჩევა საზოგადოების მხრიდან? ამ რჩევას კი რჩევის სახით იქნება ეს თუ მოთხოვნის თუ უფრო კაფიოდ ესეთი რაღაცა უფრო აგრესიული ფორმით აყენებული. რა უნდა გააკეთოს დღეს პოლიტიკურმა სპექტრმა? ხა ეგ ძალიან ის იქნება. ძალიან სხვაგან წავედით ახლა, მაგრამ არა, შენი პოზიციაც მაინტერესებს. ამბიციური იქნებოდა ახლა, მაგრამ რა ვიცი, რიგითი მოქალაქე პრინციპი რატომაც არა, ანუ მეცხოვნა მომრჩეველი ვარ, ხო? კი, ანუ თუ დემოკრატიულ ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, ეს დემოკრატიული ხელისუფლება უნდა ქმედებდეს საზოგადოების დაკუცის შესაბამისად, ეს ხო ცარიელი სიტყვები არ არის. ხო, ნაღდად არ არის, ხო და მე ვურჩევდი ეხლა რაც მომდის სავში მართალი გითხრა არის ესეთი ბანალური ფორმულები რომ ხალხთან იყვნენ ახლოს
და ამ სიახლოვეში გულისხმება არა კამპანიური სიახლოვე, რომ აი გავედი რაღაც კამპანიის პარკლებში, არამედ მართლა არსობრივი სიახლოვე და ხალხს ანუ მათი დამოკიდებულება იყოს უფრო დამკვირვებლური, ანუ ხალხს უფრო დააკვირდნენ, ვიდრე რაღაცა გამორჩენის მიზნით, მაგალითად, ანუ შენი ხმა მჭირდება და მოდი ახლა ამიტომ დაგიახლოვდები. უფრო დააკვირდნენ, იმიტომ რომ საერთოდ ეს პროცესები, ეს პროტესტი, პოლიტიკა, ეს ყველაფერი ხო მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში, რომ ძალიან კაი შესაძლებლობა არის თვითგანვითარებისთვის, თუ რაღაც გუნდი გაქვს პარტიის სახით ამ გუნდის განვითარებისთვის და რაღაცა ორმხრივი პროცესი შეიძლება წავიდეს, ანუ ამ ხალხისგან მიიღო რაღაცეები, დააკვირდე როგორც ჩვენს თანასწორს, როგორც არა ჩვენს ამომრჩეველს, არამედ ჩვენს ძმას, დას, მეგობარს, ნათესავს და აი ამ ზრუნვით და აი ამ უშუალო დამოკიდებულებით ძალიან ბევრ ამას ისწავლიან. ეხლა რთულია ესე ვთქვა, რას ისწავლიან, მაგრამ მე მაგალითად ბევრი ამები ვისწავლე. ყოველ შემთხვევაში რეალობის უკეთესი აღქმა და სურათი ექნებათ. კი, ეგ ცალსახად. მე სრულად გეთანხმებით დათო იმის მიუხედავად, რომ მე თვითონ პოლიტიკაში ვარ, პოდკასტში ყოველთვის საკუთარ თავს განვიხილავ და ისედაც ეხლა არ დავმალავ, ჩემი პოლიტიკაში ყოფნა იმდენად მოკლევადიანია, რომ მე ჯერ ვერ გამოვედი იმ კონტექსტიდან, რომ მე თვითონაც საზოგადოების წევრი ვარ და მე თვითონაც მაქვს ჩემი მოთხოვნები იგივე პოლიტიკოსების მიმართ, რასაკვირველია. და ეს სწორი პოზიციაა ხალხთან ყოფნა და ხალხის გვერდით დგომა რაღაცნაირად თითქოს გაცვეთილი ფრაზა გახდა დღევანდელ რეალობაში, იმიტომ რომ კიდე ბევრი რამე შვიდობა იმედი. შვიდობა კი, ძალიან ბევრი რაღაც. ხო, ანუ კი, იმის გამო რომ კონტექსტი საქართველოში რეალობის ასეთი მძიმეა, ხო, ანუ ბევრმა სიტყვამ და ისეთმა ცნებამ, რომელიც უმნიშვნელოვანესია სინამდვილეში, ხო, ფუნდამენტური ღირებულებები რაც არის. ამ სიტყვების გაუფასურება მოხდა, მაგრამ ეს ხალხის გვერდით დგომა ამასაც სჭირდება თავიდან გადააზრება. პირველ რიგში რასაკვირველია პოლიტიკოსების მხრიდან და მაგაზე შემიძლია მე მოგიყვა ერთი ხალხური იგავი, კი არა და თქმულება. შეგვიძლია. აი ეს ხალხთან ახლოს დგომა ჩემთვისაც ძალიან ბანალური რამეა, აი ჯოლსავით და წადი, ანუ რაღაცა ეს ხო გვაქვს ეს რაღაც ფორმები და ფორმულები, რომელიც უკვე ყალშია, მაგრამ ამ ყველაფერს გადააზრება არის ერთ-ერთი სირთულე და ამოცანა, რომელიც დასაძლებია რა და მე თვითონაც დაწყებული მაქვს ეგ პროცესი, სხვას კი არავის ვთხოვ. აი მაგალითად აი ხალხთან ახლოს ყოფნა რას გულისხმობ ამაში. ეს ფრაზაც უნდა იქნას განხილული ქართულ კონტექსტში რა. ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ყველაფერი განვიხილოთ აი ამ ლოკალურ ქართულ კონტექსტში. აი მაგალითად ერთი და ეს სიახლოვე ჩვენთვის ქართველებისთვის აი ვიღაც მენეჯერის სიახლოვე, ანუ ვიღაც ღვთაებასთან უშუალო დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ოდითგანვე. მაგალითად არის ეგეთი თქმულება, რომ წყემს ხვდება ელია წინასწარმეტყველი, ქრისტე და წმინდა გიორგი, შეიძლება გახსოვს კიდეც და მიდის ეს ელია და ეუნება, რომ მომეცი ცხwariო და გშიაო, ეს წყემს ეუნება, რომ ეხაო კომბოს ჩაგწებ თავშიო, შენო ჩვენო მოსავალს გვინადგურებო ელი არის ამინდის. ხო, ანუ გვისეთყვავო და აღარ მისცემს არაფერს. მე ქრისტე მიდის, ოღონდ ესის ქრისტე არ არის ჩვენ რო ვიცით, ანუ სხვა ღვთაების მითოლოგიზირებული ქრისტე. და მაგას ეუნება, რომ არ ჩვენ არ მოგცემ, იმიტომ რომ შენო ახალგაზრდებს ნაადრევად უსწრაფებს სიცოცხლესო და ამასაც გააგდებს. მე მიდის წმინდა გიორგი და რო იგებს ეს მწყებსი, რომ ეს წმინდა გიორგი არის, უთმობს მთელ ფარას. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვინ არის ეს წმინდა გიორგი, ეს არის ღვთაება, რომელიც ყოველთვის იქნება ეს ლხინი თუ ჭირი არის ხალხის გვერდით, ანუ აი საყოფაცხოვრებო რაღაცების მოგვარება, შეხმარება, დაავადებების დაძლევა, შენ წმინდა გიორგიზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ კონტექსტში შეხედონ თუნდაც პოლიტიკოსებმა რას ნიშნავს ქართველი ხალხისთვის გვერდში დგომა. ეს ის კი არ არის რომ აი მოვედი და ფოტო გადავიღე პროტესტის 174 დღიდან. თქვენში ერთხელ მოგაკითხე თუნდაც უფრო გავაინტენსიუროთ რა ეგრე კი არ არის. ეს არის აი გულწრფელი გვერდში დგომა, რომ აი მე რომ დაავადება მაქვს რაღაცა მაგ დროსაც ჩემთან იყო ავსულების განდევნა რაც ისე მითოლოგიურად ყველაზე ისეთი რამეა რა, ანუ ყოველთვის საჭიროა მაგ დროსაც კი გვერდით მიდგახარ და უთმობს მთელ ფარას წმინდა გიორგის და ვისაც უნდა რომ ქართული ხალხისგან მთელი ფარა მიიღოს მაგ შემთხვევაში აი ეს იძლევა ამ ფორმულას რა ეს იგავი. დათო, ესეთი გამგრძობითი კითხვა მაქვს ამ თემიდან გამომდინარე. ხომ არა არის მართლა დღეს ის კონკრეტული ისტორიული მომენტი საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში, როდესაც
ამ პოლიტიკაში, რომელსაც რაღაცა თავისი დადგენილი ჩარჩოები, თავისი ლიმიტები, თავისი აღმაფსვლები და გარდაუვალი დეგრადაციები ჰქონდა, ამ პოლიტიკაში მოვიდნენ ადამიანები, ისეთი ადამიანები, უფრო ინტენსიურად ვთქვათ, როგორებიც მაგალითად, როგორც წმინდა გიორგი, ადამიანები, რომლებიც ხალხიდან არიან წამოსულები. ქვემოდან ზემოთ, იმიტომ ეს ხო სწორი პრინციპია სინამდვილეში და ის დასავლური, რასაც ჩვენ დასავლურ ღირებულებებს ვეძახით და რაც არის სინამდვილეში თანასწორობაზე დაფუძნებული, ეს ამას გულისხმობს. კი, რატომ ანუ ძალიან ისეთი კითხვაა ახლა. ძალიან ბევრჯერ მიკითხავს მეც, მithქვავს მე თვითონაც, რომ რა დროს პოლიტიკაში მოსვლაზე ლაპარაკია და ვის რა შეჭirdება ამ პოლიტიკაში და აქ ასეთ გარემოში პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ ეს პოლიტიკაში ყოფნა რაღაცნაირად ეს დემონიზებული რაღაც პოლიტიკა, როგორც რაღაცა საშინელება, რომელსაც არ უნდა გაეკარო ადამიანი. სიმართლე რომ ვთქვა, თავის დროზე, როდესაც 2023 წლის დეკემბერში მე თვითონ ვიღებდი ამ გადაწყვეტილებას, არ იყო მარტივი მისაღები გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მანამდე ადამიანის გიცხოვრია, გიკეთებია რაღაცა შენი, რასაც სწორად მიიჩნევდი, რაღაცა კონკრეტული მიმართულებებით, რაღაცა რეპუტაცია, სახელი, რაღაცეები დაგიგროვებია და ყოველთვის იცი რომ კი, როგორც კი ვთქვათ, გადადგავ იმ ზღვარს, გადააბიჯებ, რომელიც კერძო პირიდან საჯარო პირად გაქცევს, იქ აუცილებლად გამოჩნდება იმ წამსვე ბევრი ადამიანი, რომელიც თავიდანვე აპრიორი ნეგატიურად არის შენს მიმართ განწყობილი. ეს არის სირთულე, თუმცა ისტორიული მომენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა უკეთესი, დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო. ასეთ სახელმწიფოს როგორი ადამიანები ქმნიან და როგორი პოლიტიკოსები ქმნიან საბოლოო ჯამში? ისეთები, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აქვთ რაღაცა წარსული სიმძიმეები, ხო? საკუთარ თავზე აღებული. რატომ არ არის ესეთი აქტუალური დღესაც კი პოლიტიკაში მოსვლა. ეგ ხა სპეციალურად არის ეგრე მოწყობილი, რომ არავის არ მოუნდეს პოლიტიკაში მოსვლა, იმიტომ რომ პოლიტიკა უნდა აკეთონ დიდმა ბიჭებმა, ვისი ინტერესის ფულია და რაღაც ესეთი ილუზია არის შექმნილი და თითქოს ეს არის ველი, სადაც შეხვალ თუ არა ეგრევე გაისვრები რა, რაც არის ალბათ საბჭოთა მემკვიდრეობად შეიძლება იყოს, ამაზე ესე ბევრი არ მიფიქრე, არ მიკვლევია, მაგრამ ესე ეხა რო ვთქვა მარტივად, შეიძლება საბჭოთა მემკვიდრეობაც არის, შეიძლება ქართული ხასიათით რაღაც მხრივ არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, მაგრამ აი ჩვენ საქართველოში საერთოდ მენეჯერები არ გვიყვარს. აი ეს მენეჯმენტთან გვაქვს პრობლემა, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხასიათის ერთ-ერთი თვისება არის და ზედმეტად ინდივიდუალურები ხომ არა? თუ ზედმეტად თავისუფლების მოყარები. ეგ არ უშ შეიძლება ინდივიდუალიზმი, აი ზედმეტად ინდივიდუალურები რო ვართ, ეგ მენეჯერებს ურთულებს საქმეს, რომ როგორ მართოს ეს ჭრელი რაღაც, მაგრამ ხო, ეგ არ მგონია გადამწყვეტი იყოს, ანუ ხალხი რატო უყურებს ესე ნეგატიურად პოლიტიკას, ეგ არ მგონია მაგაში დიდ როლს ამაშობდეს და მე მაინც მგონია, რომ ეს რაღაც მხრივ ერთის მხრივ ჩვენი ხასიათის თვისება არის, რომ უნდობლობა გვაქვს მენეჯერების მხრიდან და რაღაცა ტრამვული გამოცდილება არის, რომ იშვიათად პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს ეზრუნავდა მართლა და საერთოდ პოლიტიკა არა თუ ინდივიდი, არამედ აი რაღაც სტრატეგია და პოლიტიკა არ არის საზოგადოებაზე და საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვის ასოციაციას არ იწვევს. ვისაც ზრუნვა უნდა რატო დაიწყებს ამ თამაშს, როცა აგერ ხედავთ, რომ ეს არ არის, ანუ აქ ჩვენ ამ სივრცეში რო შევდივართ, ბერკეტები გვეცლება თითქოს, რომ ვიზრუნოთ საერთოდ ერთმანეთზე რა და ამიტომ მაგასაც რევოლუცია ჭირდება, კულტურული რევოლუცია არის მანდაც საჭირო, რომ მოეწყოს და ეს პოლიტიკა გახდეს უფრო აი მარტივად რაც არის სინამდვილეში, ეგ უფრო დავუღაჭოთ ადამიანებს, რომ ეს არის სინამდვილეში მენეჯმენტის ბერკეტები მენეჯმენტის ცოტა უფრო განვითარებული ფორმა. ხო, აი როგორც არის მენეჯერი რომელიმე სამსახურში, რომელიც აი რაღაც რესურსებს ფლობს და ამ რესურსებს ანაწილებს ისე, რომ ყველა იყოს მისი გუნდი იყოს ბედნიერი და ამ შემთხვევაში გუნდი ვართ ჩვენ საქართველოს და ის არის რაღაცა მაწილის მენეჯერი და ესე შეიძლება ბევრი მენეჯერი ვყავდეს და ყველა ის ხო და კი, რთული ამბავია, ისე უნდა გადმოვიდეთ და დაუბრუნდეთ ძირითად თემებს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან შორს წამიყვან ახლა ამ ხალხის და პოლიტიკოსების ესეთმა
შედარებით მე დახასიათებდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ ჩვენ უფრო ლიდერების ეგეც ძალიან ბევრჯერ საუბრებია უკვე, რომ უფრო ლიდერების ხალხი ვართ, ვიდრე აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ არ არის ჯერ 21 საუკუნე არ არის ერთ ადამიანზე ჩამოკიდებულობის ეპოქა. და საერთოდ ლიდერიც კი გადაფასდა უკვე და აი ის მიმებია ხოლმე, რომ უკან დგას, გვერდით დგას, შუაში დგას, ანუ ის სტანდარტული ალბათ მაინც ესეც საბჭოთაა, სტანდარტული იერარქიული წარმოდგენა რაღაცა საფეხურებრივი, ეს უნდა გაიშალოს და ეს ხო არის რეალურად დიდი განმასხვავებელი ნიშანი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის. მაგალითად აი საქართველოს მაგალითაც რომ არ ვისაუბროთ, რომ ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მაგალითი. თუნდაც კერძო სექტორში თანამშრომლების მენეჯერების და თანამშრომლების დონეზე. ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ იაპონიაში უკიდურესად რთულია კარიერული განვითარება და საფეხურებზე ასვლა მაღლა. მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს გაცილებით უფრო თავისუფალია და მარტივია და აი ეს თანასწორობის მომენტი და თანაბარი შესაძლებლობების მომენტი. ეს არის ხო ის ღირებულება, რაც ჩვენ გვინდა ამ სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ერთმანეთისთვის, საკუთარი თავისთვისაც რაც გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ მარტივად შეგვეძლოს რაღაცა A წერტილიდან, არ ვიცი, B წერტილში სიმაღლეზე ასვლა. ამის შესაძლებლობას გვაძლევს სწორედ აი ეს პროტესტი. და ადამიანები და საზოგადოება, როგორიც დღეს ამ პროტესტს განსაზღვრავს დიდწილად, კი არა მთლიანად მე ვიტყოდი, იმიტომ რომ რუსთაველის გამზირი დღეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის მომავლის განსაზღვრელი ადგილი. და ის ადამიანები, ვინც იქ დგანან. ყოველ დღე ნებისმიერ ამინჩი, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად. დათო, ეხლა თან ცოტა შენს პროფესიას, განათლებით პროფესიასთან მექნება ესეთი დამაკავშირებელი რგოლი და კინომცოდნე ადამიანისთვის ეხლა ხვდები, რამდენად საინტერესო არის ის დავარქმევდი მე ამას ისტორიის მემატიანის პროექტი, რომელიც სოციალურ ქსელში, კერძოდ Facebook-ზე რისი მოსწრეების ჩვენ ყველა ვართ. ანუ მე პირდაპირ ვიტყვი, მე აღმოგაჩინე Facebook-ზე ცნობილი პოსტის დამსახურებით, სადაც შენს მეგობარს ხარ მეგობრის მიმართ, მეგობარი ციხეში, მე ციხის გარეთ. ციხესთან. კი. ბევრი ასოციაცია მოდის აი ამ თემაზე. მოდის ვეფხისტყაოსნის ასოციაცია. პირველი ეგ არის ყოველთვის. კი, ყოველთვის, იმიტომ რომ ეს მაინც თვითიდენტობის და ქართული ადამიანის იდენტობის. ცოტნე დადიანიც მოდის. კი, მეგობრისთვის თავგანწირვის ხაზი არ არის ახალი ჩვენთვის არც ლიტერატურაში, არც მითოსში, არც სად. ანუ ჩვენ ეს ერთ-ერთი მახასიათებელია, ხო? საქართველოს როგორც სტუმართმოყვარე ქართველების მითიც თუ რეალობაც ხომ ამაზე დგას ძმური სიყვარული მეგობრის მიმართ თავგანწირვის შესაძლებლობა, ასე შეიძლება ითქვას. აი ეს ადამიანები, რომლებსაც შენ აცნობ ფართო საზოგადოებას. იმ ჩანახატებით ტექსტი პლუს ვიზუალი. ეს ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ამ პროტესტის, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად თვითრეფლექსიას გვიან ვაკეთებთ ხოლმე ქართველები. ყოველთვის ყველაფრის გადააზრებას ვახდენთ უკეთეს შემთხვევაში 10 წლების შემდგომ და ის რაც ახლა ხდება, რომ თანადროულად პროტესტის პარალელურად ხდება ამის დოკუმენტალიზაცია და მაღალმხატვრულად ამის გადმოცემა, ესეც კიდე ცალკე თემაა. ეხლა ბევრი რაღაცაზე ვსაუბრე, იმიტომ რომ ხაზი ცოტა გაიშალა. ამ ადამიანებზე მინდა მომიყვა, როგორ მოუყვა ჩვენს მაყურებელსაც. როგორ ხდება ამ ადამიანების აღმოჩენა? ჯერ პირველ რიგში შენ საკუთარი თავში როგორ აღმოაჩენ, რომ აი ეს ადამიანი კონკრეტულად დღეს. აი მაგალითად კონკრეტულად არ ვიცი. კონკრეტულად თორნიკე, რომელიც პარკებს კიდევს მაგალითად ყოველ ეს ადამიანი შენ როგორ აღმოაჩინე, მე როგორ იყო ამ ადამიანის გაცნობის პროცესი, ამ ადამიანის მხატვრული სახის შექმნის პროცესი და ამის მოყოლა, იმიტომ რომ მე ერთი რიგითი მომხმარებელი, რომელიც ამ ამბებს ვკითხულობ, მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ზუსტად სიმართლე. ამიტომაც არის ესეთი ძლიერი, ამიტომ აქვს მას ამ პოსტებს ამხელა მოჭიდებაც და გავლენაც. აი როგორია ეს პროცესი? ძალიან დიდი მადლობა მართლა ეგეთ შეფასებისთვის, სუგული მიჩუქდება და ყოველ ჯერზე მინდა რომ მადლობები გიხადოთ. არ არის საჭირო. იმიტომ რომ რატო იცი, ეს რასაც ვაკეთებ, არანაირი კამპანიურად დაგეგმილი არ არის.
ეტყობა კიდეც მე მგონი. არის ძალიან გულიდან წამოსული და საერთოდ არ მაქვს ნაფიქრი, ცოტა ირაციონალურად ვაკეთებ მართალი გითხრა. არის ჩემი ერთგვარი სიყვარულის ახსნა და მადლობა ამ ადამიანებისადმი, ვინც ამ პროტესტს ქმნის. და წერ კიდეც პირდაპირ უბრალოდ მადლობა ხალხნო. ხო და რაც ეხება ამ ხალხს, როგორ აი ტექნიკურად როგორ ხდება, რუსთაველზე დავდივართ რო გამოშვებით, ყოველდღე ვერ ვახერხებ ბავშვის გამო და იქ მე იქ არაფერ ვშვები გარდა დაკვირვებისა რა. სულ ვაკვირდები და ვიღებ ფოტოებს და ამიტომ ცოტა საშიშადაც გამოვიყურები ეს ნიღაბი მაგდა თან გიჟივით ფოტოებს ვიღებ და მე ყველას ვეუბნები რომ არა ხალხნო თქვენიანება. ხო ნუგეშინ. აი სულ ვაკვირდები და როცა ეგეთი თვალით უყურებ, მარტივად ამჩნევ რაღაცა იმას რა. თან მე რამდენიმე წლიანი გამოცდილება მაქვს აი ესეთი ტიპის, ზუსტად ესეთი ტიპის პროტესტების რიონის ხეობაში, ბალდაში, რაჭის ტყეების. ანუ ეს არ არის ჩემთვის ახალი ამბავი რა, ძველი, კარგად ნაცნობი ის არის და ამიტომ ვიცი საით გავიხედო და ვის დავაკვირდე. და აი თორნიკე მაგალითად რომელიც და აი ესეთ უჩინარ შემოქმედებს ნადირობა ესე ვთქვათ, რომლებიც თითქოს განსაკუთრებულს არაფერს არ აკეთებენ, რამდენი გვაქვს ისე დრო? 15 წუთი. მაშინ მოკლედ იმას ვიზამ. არც მომოდი. თითქოს არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ეგენი ქმნიან პროტესტს. არა მხოლოდ პროტესტს, საერთოდ ქვეყანასაც ეგეთი ადამიანები ქმნიან თავისი უჩინარი შრომებით და იმდენი მასალა მაქვს, არ ვიცი როდის ალბათ სანამ ბოლო ადამიანამდე არ დამოვხატავ ამ ყველაფერს არ დავამთავრებ, მაგრამ ამათაც საერთო აქვს ის, რომ არიან პასუხისგებლიანი ადამიანები და გარდა იმ უფლებებისა, რომლებსაც სახელმწიფოში ცხოვრება გულისხმობს, ისინი აზრებენ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულებები ამ ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე და თავთავიანთ ფრონტზე ამ ვალდებულებებს ასწორებენ. და ამ ადამიანების შემთხვევაშიც ეს არის აბსოლუტურად გულწრფელად მათი პირადი გადაწყვეტილება არაფერთან კავშირში და კონტექსტში და არავითარ რომელიმე რა ვიცი. კიდე ძალიან თავმდაბლური, იმიტომ რომ აი მაგალითად ვიღაცა შეიძლება პირბადეს დებდეს ტროტუარზე და იყოს ძალიან ჭკვიანი და ანუ ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს სინამდვილეში ინტელექტუალურად და ყველანაირად, მაგრამ აი რაღაც მოკრძალებული წვლილი შეაქვს და ძალიან საჭირო, იმიტომ რომ ბევრს არ აქვს პირბადე და ის კამერები კიდე ნადირობს ხალხზე, ვინ დააჯერმოს 5,000 ლარით. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ აი ეს თითოეული ადამიანის აღმოჩენა, თანამედროვე გმირების აღმოჩენის მომენტი. ძალიან მნიშვნელოვანია. პროტესტის ხანგრძლივობაზე სხვათა შორის ძალიან პოზიტიურად და კარგად მოქმედებს ის, რომ ჩვენ და არა მარტო ჩვენ, ვინც ვთქვათ რაღაც კონკრეტული სიხშირით ვართ რუსთაველზე ჩვენ თვითონაც, ანუ ის ადამიანებიც, ვინც რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ არიან, ან არ არიან, არ თანაუგრძნობენ ასეთი ადამიანებიც ალბათ არსებობენ. მე ძალიან არ მინდა ხოლმე ამაზე დაფიქრება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის მონაწილეები არიან დღეს და რამდენად მარტივია ერთი სწორი ქმედებით უამრავი არასწორი ქმედება გადაწონო. მართლა მარტივია დღეს ამის გაკეთება. ყველას და ყოველთვის არ ეძლევა ამის შესაძლებლობა, რომ საკუთარი სამშობლოს მომავლისთვის რაღაცა კონკრეტული ქმედებები განახორციელოს. ამ ადამიანებისთვის ის პორტრეტები, რომლებსაც შევქმნი, ხო, ანუ ეს პორტრეტები არის მართლა იმედის ნაპერწკლებია, რომ ანუ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც შესაძლოა ყოველდღე, რა ვიცი, ტელეეკრანიდან არ ხედავდეთ ამ ადამიანებს, შესაძლოა Facebook-ზეც არც ვიცოდეთ, სად არიან, არც სახელები ვიცოდეთ, არც ხვები ვიცოდეთ და ამ ადამიანების ეს ყოველდღიური შრომა გარკვეულ შედეგებს გვაჩვენებს ჩვენ და ამ ადამიანებზე დგას დღეს საზოგადოება. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი თანამებრძოლებისთვის, არამედ იმ ხალხისთვისაც, ვინც არ გვითანაგზნობს, კი, იმიტომ რომ ისინი ხომ ხედავენ განსხვავებას, აქეთ მხარეს და იქით მხარეს შორის. კი და ანუ ჩემს Facebook-ზე ხარ, ვინც არის ჩემი გამომწერი, იცის კარგად, რომ არ ვიტყვები ხოლმე, ანუ მართლა რაც არის, იმას ვწერ და ვაკლებ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მოკლედ მოყვე რაღაცეები და ის ადამიანებიც კი ვინც მე ბლომად ყავს სოციალურ სივრცეებში ქართული ოცნების მხარდამჭერები, მენდობიან რაღაც წილ და იციან რომ არ ვიტყუები და ძალიან გულით კივათ, ეგ კიდე ძალიან არ ვიცი ხა მაგაზე ალბათ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ამ ხალხისთვისაც, ვინც დღეს ჩვენ გვერდით არ არის, დაგვეტოვებინა შემოსასვლელი გზა, რომ შეიძლება ადრე თუ გვიან შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ მე ვგრძნობ მაგას და ვხედავ რომ
შეიძლება ეს Facebook-ზე რაც საშინლად ტოქსიკური სივრცეა რაღაცა კამათით არიან დაკავებულები და უაზროლან წვაგინებით, მაგრამ სინამდვილეში ლაივში ამ ადამიანებს რო შეხედავ თვალებში, ჩახედავ და გაესაუბრები მშვიდად წყნარად, ისინი ერთი სული აქვთ, რომ აი შეეკედლონ რამეს ამ საშინელი უიმედობის და სიბნელის პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ნამდვილად და კი სივრცის დატოვება მათთვისაც კი, ვინც ამ ხნის განმავლობაში ნებით, უნებლიეთ თუ არ ვიცი სიხარულით თუ ანუ პირიქით რაღაცა გარდაუვალობის გამო რჩება პროტესტის ამ წუთას ყოველ შემთხვევაში პროტესტის მიღმა ფიზიკურად შესაძლოა ეს ადამიანები ვერ ახერხებდნენ საკუთარი პოზიციის გამოხატვას და დაფიქსირებას, მაგრამ აი რა ზუსტად რაც თქვი რომ შინაგანად ხომ ყველა მართლა ზუსტად იცის. კი, ოღონდ აი ღამე ის ერთი წუთი ხო ყველა მიცის. იმაზე ავსაუბრობთ, ახლა ვინც ფულს იღებს. ეგ ცალკე ხალხია, რომლებსაც ნუ უთან აგრძნობ თავის გაჭირვება. ეს არა ხო? არ იქნება ხო კორექტული არც პოდკასტში, არც ჩემი მხრიდან, არც ჩემი მხრიდან მით უმეტეს რომ რაღაც ეს იმ სიტყვებით აღწეროთ ის ძალა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით სინამდვილეში და ვინ არიან ეს ადამიანები, ეს კრებსითი კრებსით, ეს ხო კრებსითი სახეა რაღაცა აქ ინდივიდუალურადაც ყველგან ყოველთვის არსებობდა, იარსებებს და არა მარტო საქართველოში, ანუ ყველგან არის ეგ რა და რაც უფრო მალე გავიაზრებთ მაგას, მე მგონი ვთქვი. აღარ გვინდა ამ სიგნალზე. ხო, აი ესეთი კითხვა მქონდა თავიდან. შარი ეპიზოდი, ჰობიჩ უბრალოდ ერთ-ერთი ეუნება იმას, რომ აი ამ სიგნალის დროსო საკმარისია რომ უბრალოდ ანათო რა, ანუ უნდა იყო უბრალოდ და ეგ არის ძალიან შორის ახლა რადგან ვეჭდებით ვსანებელი ახსენე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებიც და ფილმიც ნამდვილად. იქ არის ერთი ესეთი პასაჟი, როდესაც არვენი ეუბნება არაგონს ელფურად ჟღერს ასე 100 დუარს უორსო არაგორ უორლეა უორნინ. ეს ოპერადიცი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა და ზუსტად ამას ამბობს. სიბნელეს ჯერ არ გადაუფარებია შენზე თავისი არსებობის კალთა არაგორ არც შენზე და არც ჩემზე. აი ეს ინდივიდუალურად ერთი ნაპერწკალი რომელიც ანათებს. სინათლე, როგორც სიკეთე, როგორც ბოროტებაზე გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი, ხო? ანუ ამაზე ხო მართლა დგას ლიტერატურაც, ისტორიაც, ანტიკური ხანიდან მოყოლებული. და დღესაც ამას უკვე ვხედავთ, ოღონდ მაგალითად განსხვავება რა ერთ დროს წმინდა გიორგი თეთრცხენზე ამხედრებული თუ არის სინათლის მაგალითი, დღეს ეს სინათლის მაგალითი შეიძლება იყოს შავ ხუდში ჩაცმული ჯინსებიანი 20 წლის ბიჭი, რომელიც ანათებს. კი, რომელიც ანათებს და ეს სინათლე აუცილებლად იპოვის თავისი გავრცელების სრულ დიაპაზონს. სახარებაში არის რომ ეს ლამპარი არ უნდა შემოდგა მაგიდაზე და ჩვენ ეგ უნდა გავაკეთოთ რომ უბრალოდ უნდა ანუ არ შეგვეშინდეს, უნდა შემოვდგათ, ანუ ჩვენს თავებში რაც არის ეს სინათლე, უბრალოდ უნდა შემოვდგათ და არ უნდა დავიმალო, არ უნდა გავჩუნდეთ. ეგ არის სულ არ არის აუცილებელი რომ რაღაცა ეპიკური გააკეთო, უბრალოდ უნდა იდგეთ რა, ეგ დგომა უკვე არის ჩვენს კონტექსტში, უკვე არის ნათება და ეგ ნათება აუცილებლად ანათებს სიბნელეს, ანუ ეგეთი კანონზომიერებაა და გეთანხმები სრულად დათო. ახლა მაინტერესებდა ესეთი კითხვა, დღეს სად ვართ ამ პროტესტთან ბრძოლის რეჟიმში, ხო? არის ხოლმე ესეთი რაღაც მოსაზრებები, რომ ხალხი დაიღლება. აი რაღაცა ეს რესურსი ამოწურვადია, მილევადია. კი, ეს არის რა. მაგრამ ეს რაღაცა ფენიქსივითაც არსებობს, ხო? რაღაცა ეს ფენიქსის ხაზი, რომელიც კი დაიღლები, დაიფერფლები და აღდგები იმავე წუთას. დღეს სად ვართ ამ ჩვენს ბრძოლაში? დღეს არის ძალიან რთული პერიოდი, როცა პროცესი არის ცოტა გაყინული რა. მე ეს მინახავს სხვა პროტესტების დროსაც რეჟიმის სტრატეგია არის ეგ, რომ თითქოს არაფერი არ ხდება და ყინავს ამ პროტესტს, ანუ გაიგნორებს სრულიად და ამ პროტესტში ჩართული ადამიანები მე აი ეს ბრაზი და ეს ერთმანეთის საპირისპიროდ მოხმოჩაობს და შიგნიდან იფიტება პროტესტი ან გაძურება როგორღაც და ეხლა ზუსტად აი ამ ახალი გზების და გასაძრომი გზების ძიებაში ვართ, რომ აი ამ ყინულის რაღაც ოთახიდან, გაყინული პროცესიდან გავიდეთ და მე მგონი აი უბრალოდ ახალ ფორმებს ვეძებთ ბრეინშტორმინგებს და როგორც ყველა ბრეინშტორმინგი, ეგეც არ არის მთლად სასიამოვნო პროცესი, მაგრამ სასარგებლოა სინამდვილეში. ანუ ეხა რაღაც ჩემი აზრით და ჩემს ირგვლივ რაღაც ახალ ფორმებზე მიდის ფიქრი რა, რაც მთლად ის არ არის. ადვილი ამბავი. აუცილებლად უნდა ვიკითხო. აი ეს ახალი ფორმების ძიება და პროტესტის
გაყინვიდან გამოსვლა. ხომ არ შეიძლება რომ ვივარაუდოთ რომ თქვათ 20 მაისია დღეს და 6 დღეში 26 მაისი მოდის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი დამოუკიდებელი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და როგორ ხედავ ამ 26 მაისს, წლევანდელ 26 მაისს? მე გულწრფელად რო გითხრა, არ მგონია რომ რაღაც ძალიან გადამწყვეტი შეიძლება მოხდეს ან ძალიან პოზიტიური, ან ძალიან ნეგატიური. მგონია რომ იმ გრძელვადიანი პროცესისთვის რაშიც ახლა ვართ, ერთ-ერთი აგური იქნება, რომელიც დაიდება და კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი ბრძოლა. აი ნიკო ცეცხლაძეს ვკითხე 26 მაისზე და აბსოლუტურად ყველას ვინც აქამდე მოვიდა პოდკასტში, იმიტომ რომ 26 მაისი მომავალში იყო ჯერჯერობით კიდევ აი შემდეგ პოდკასტში მაგალითად უკვე აღარ იქნება ეს კითხვა აქტუალური. და ნიკომ მითხრა ესეთი ძალიან ესეთი ემოციურად ძლიერი ფრაზა. დღეიდანო და ეს იყო აპრილი, 29 აპრილს მითხრა. ყოველი დღე 26 მაისია. ყოველი დღე და ეს იყო რაღაცნაირად აი ფორმულასავით ჩამიжდა თავში რომ კი ჩვენ როდესაც აი ვსაუბრობთ ანუ ჩემი დაკვირვებაც მინდა რაღაც დღეს ცოტა ბევრი გამომივიდა მე თვითონაც საუბარი იმიტომ რომ ძალიან ცოცხალი იყო ეს დიალოგი ცოცხალი აჯერ კიდევ ეს დიალოგი იმიტომ რომ 5 წუთი გვაქვს უბრალოდ დარჩენილი ჩემი განცდაც ანუ როდესაც ვსაუბრობთ რაღაც პროტესტზე ხო ანუ ყოველ დღე ყოველი დილა იწყება იმის გააზრებით რომ დღესაც ვდგებით, მივდივართ და ვაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ან ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია იმის ოპტიმალურ რაღაცას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვჩერდებით. იმიტომ რომ როგორც კი შენ აქ გაჩერდები, იმ წამს, აი როგორც კი ერთ დღეს, მაგალითად, მე უნდა ვაღიარო, ყოველ დღე მე ვერ ვარ რუსთაველზე და ყოველი ჩაგდებული დღე თუ ღამე რუსთაველზე მეორე და მესამე დღეს არის ორმაგი ძალისხმევა საჭირო იმისთვის რომ ადგე საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოხვიდე, იმიტომ რომ არავის რაც არ უნდა გვეძახოს ხო რეჟიმმა, რომ ჩვენ არ ვიცი უცხო აგენტები, აი ყველაზე მარტივ რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხალხი ვართ, რომელსაც ამაში ფულს უხდიან, აი რაც არ უნდა ესეთი აბსურდული დამოკიდებულება გქონდეთ, ხო? ეს ხომ არ მუშაობს, ანუ ყველა ადამიანმა ხო სინამდვილეში საკუთარ თავთან ყველას გააზრებული აქვს რომ ის რომ მე დღესაც ვდგები, მივდივარ და ვდგავარ იქ, თუნდაც არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ იქ ვარ ფიზიკურად. ამით მე რაღაცებზე უარს ვამბობ. პარალელურ რეჟიმში, სახლში გატარებულ დროზე, ოჯახთან გატარებულ დროზე, უამრავ რაღაც ეს არის ძალიან დიდი მსხვერპლი. მე მინდა რომ ამაზეც მოვუყვე მე დეტალურად, იმიტომ რომ ეს არ არის აწონილი რა. მოდი აი ვისაუბროთ ზუსტად 5 წუთი. ძალიან ეხლა მე ერთი შვილი მყავს და ისეთი რომ თან არც ძიძან მყავს, ან მინდა რომ ეგეც ხარისხენად გავზარდო რა და სრულად ვარ ჩართული მე და ჩემი მეუღლე და ჩემი მეუღლე ხშირად ვერ დადის და ეგეც რაღაც ტიპის აქტივიზმია მე თუ მკითხავ დღეს იმიტომ რომ ძალიან უნდა რუსთაველზე იდგეს, მაგრამ აი ბავშვის გამო ხშირად ვერ მიდის და ეგეთი უამრავს ვიცნობ. ხო და ჩვენ ძალიან ბევრი აი ბავშვებს ვაკლებთ დროს, საკუთარ კარიერას ვაკლებთ დროს, მე მაგალითად ჩვეულებრივ დროს კომერციული პროექტებით ვიყავი დაკავებული და ეხა საერთოდ ანუ ვერ ვაკეთებ ფიზიკურად რო არც მაქვს სურვილი დიდად რა, იმიტომ რომ მირჩევნია ეს ილუსტრაციები ვხატო. გარდა მაგისა მენტალურად ძალიან ბევრს ვსდებთ, ფიზიკურად ძალიან ბევრს ვსდებთ, როგორ გითხრა, იქ დგომა აუ ჯობია ამაზე მე სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ დავიჯერეთ ყველა ალბათ მარტივი. იქ ჩვენ კი არ ვდგავართ, იქ ვილევით ფაქტიურად რა და მე შეიძლება ავივსოთ რაღაცეთ და მე ისე ვილევით, ანუ ეს არ არის იქ მარტო დგომა და უსაქმური ხალხია ამბობენ, მაგაზე ყველაზე მეტად გასდები რომ ეს ძალიან წყლის ხოლმე და არ გავაშკერე შეგნებულად. არა, ნუ შეუძლია, ანუ იქ დგანან ყველაზე პროფესიონალები, აი რომ შევაჯამოთ რა, ვინ არიან ჩვენი თანამებრძოლები, არიან პროფესიონალები, პასუხისმგებლიანი ადამიანები, ყველაზე მეოჯახეები, რომლებმაც მე მგონი მაგ ადამიანებმა უნდა გვესაუბრონ განათლებული ადამიანები. უკიდურესად ქართველები, ტრადიციებზე შეყვარებულები, ზოგი არის სიმღერის სპეციალისტი, ზოგი მხატვრობის, ზოგი ორნამენტებზე მუშაობს, ტაძრებზე, ამაზე, იმაზე, ანუ თუ კი ამ ქვეყანაში არის რამე ქართული, ნამდვილად ოღონდ 100% ქართული და ხარისხიანი, ეხლა არის რუსთაველზე და ჩემთვის არის დღესასწაული რუსთაველზე გასვლა, იმიტომ რომ გავივლი და ზვიადრატიანს ჩამოვართ მე ხოლმე წავეჭორავები, როცა აქამდე ეგ ფუფუნება არ მქონდა. აქეთ გავიხედავ, იქეთ გავიხედავ, ყველგან საუკეთესო ხალხი დგას და რა ვიცი, მე ყველას ვურჩევდი, რომ
პროტესტს რო თავი დავანებოთ, უბრალოდ გამოდით და ნახეთ, ვინ არის ქვეყნის გული. ვინ როგორი ადამიანები დგანან. დათო ძალიან კარგი ის იყო ეს ხა ეს დამოგვირგვინებელი ხა პოდკასტის ავტორის გადმოსახედიდან ვუყურებ და ვაფასებ. აი ეს ერთადერთი ხშირად მithქვას, რომ ერთადერთი სიკეთე, რაც ქართულმა ოცნებამ, ეგრეთ წოდებულმა ქართულმა ოცნებამ მოუტანა ამ სახელმწიფოს საქართველოს, ეს იყო ადამიანების მიერ ერთმანეთის აღმოჩენის უდიდესი ფუფუნება და უდიდესი სიკეთე. ერთადერთი მადლობა ეკუთვნით ამისთვის. მადლობა მათ იმისთვის, რომ ასეთი ცუდები არიან, რამაც გამოაჩინა რამდენად კარგია საზოგადოება და რამდენი ბრილიანტი იმალება მართლა იმ საზოგადოებაში. ჯობია ეგრე შევხედოთ ისე ამ პროცესს და ნაკლებად დავისწრებთ. ყველაფრიდან ესეც ალბათ სწორად განვითარებული ადამიანის თვისებაა, რომ ყველაზე ცუდი სიტუაციიდან ის ერთადერთი სიკეთე მაინც გამოხატოს და დაინახოს რაც მოიტანა ამ სიტუაციამ. დათო, ძალიან სწრაფად გავიდა ეს დრო. უღრმესი მადლობა. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. ძალიან მიხარია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა მაყურებელმაც ძალიან ისიამოვნა ამ 1 საათით. მართლა ვერ ხვდები, როდის გავიდა ეს დრო და მოდი რაღაცნაირად შეგიპირებ, რომ ეს ამ პოდკასტის მეორე სეზონია და შეგიპირებ, რომ ეს პოდკასტი გაგრძელდება და კიდევ არაერთხელ იქნები ჩვენი სტუმარი და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ კი, კულტურა ავტორიტარიზმის მიჯნაზე საკამაოდ ვრცელი თემაა იმისთვის, რომ დაიტიოს ის ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება და ერთ დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ძალიან სწრაფად დადგება. პოდკასტის სახელი შეიცვლება და ამ სახელწოდებიდან ამოვარდება სიტყვა ავტორიტარიზმი. და ამაში ექნება დამსახურება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნამდვილად დღეს უწყვეტ რეჟიმში საკუთარი თავგანწირვის ფასად ინარჩუნებს საქართველოს უკეთესი მომავლის და უკეთესი განვითარების შანსს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. შენ მადლობა. თქვენს უღრმესი მადლობა მეგობრებო, ვინც უყურებდით და დაგემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით. ერთი კვირის თავზე უკვე 27 მაისი იქნება. ჩავლილი იქნება უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში, როგორც აღნიშნე 26 მაისი და ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ერთხელ და კიდევ არაერთხელ იმაზე, სად მიდის საქართველო, როგორი განვითარება გვინდა რომ გქონდეს ამ ქვეყანაში და იმაზეც, რომ ეს იდეალური საქართველო ძალიან ახლოს არის. დროებით.